ღმერთო მასწლოკინებს გამარჯობა ძვირფასებო როგორ ხართ მოვედით უკვე სენაკში ვართ 3 წუთია იქიდან ჩუწები საცოდაობა დაქვრივ ჩამოვიტანე და ჩავიცა მოკლედ ეგ ჩემი ღუნღულა როგორ მომწონს ეს ჩუწები არ იცით თქვენ ძალიან ბოდიში მასტრონდინებს მერტო ეცა წყალს დავლე ბოდიშით რა მართლა წყალი უნდა გავიგო ადაც მთელი ღამე წუხელ ბალიჩზე არ დაუდია თავი ისეთ დღეში იყო ისე ძალიან ახველებდა მოსჭის 내가 차이지에. 내가 차이지에. 차이지에 이거. რა დღეში ხართ? მოკლედ. ესეც ადასი. 차이지에 메시지가. 뭐지? 비ჭო. მოკლედ ეხა ძირფასება გამიდოდა მე და ესენი ვერ ისვენებენ ხედავთ რა ხო ამის ჩვენება მინდოდა ლიკა მაჩუკა ეს ამაზე ძება არ ვიცი ეს ეხა სად წავიღო და სად დავდო გავხსნა საერთოდ არ გავხსნა ესენი იქით მიმხდა მე ჩემებია და ხო ეს მაჩუკა კიდე ხეთ ადასო, მაგრამ მე რო გაიგო რომ მე ვიყავი გველის წელში და ჩემი წელი იყო, მე მაშინ შენ კონდესო და ჭიქა და ის ყოფილა თებში მახსოვდა რატომღაც. ჭიქა და ეს რა ქვია, კოუზე. ყავისთვის არის ძალიან კარგი, ანუ დიდი ჭიქა არ არის. ყავის ჭიქის ის არის რა ქვია ზომა, აი არის. სუსტად იქნება ერთი ზომის. მოკლედ ეს ძალიან ლამაზია. ძალიან მომწონს. აქ იყოს. ამაზე წყდება გული რომ გამიტეხა ადამიანმა რა გავაკეთო? არა უშავს. აქ მეტი არაფერია, ბავშვების ჩუსტებია, ფეხსაცმელები. აქ იყოს. ხო, გოდე და მუხა გავიდნენ წუხელ, აი ლაივს ვინც უყურებდით, მუხას ნათლიას ცოლი რო შემხდა, რო გავედი ჭიშკარზე. ხო და იმართმა ჩუქეს გოდეს 20 ლარი გოდე მიყავდა რომ 50 ხმერთო რებს გოდიალობ მე ერთი 50 ლარი და მაინც მინდოდა მე გოდეზე ბოტასები მეყიდა და თავისი არჩევანით იყიდა დღეს გოდემ ბოტასები აი ესეთი ეს არ მომწონს მე საერთოდ აი ეს ასე როა გამოწეული მაგრამ თავისი გემოვნებით იყიდა ასე რომ მოეწონა და ეს მინდაო 40 მუხა ბოტასებში რამდენი მივეცი ჩვენ 50 55 ლარი ძვირფასება ის რომ აქვს
თეთრი მე რომ უყიდე 20 საათს ვარად უყიდეთ ის მაშინ მოიწონა ამას მოსწონს ხიაფერები მე რო ვაკვირდები ეს ანუ ცხვირს არისას არჩივა უკან მე არ მოწონს თუმცა გოდეს მოიწონა და იყიდა აი ეს მე მიყვარს ძალიან ეს სტილი აი ესენი ძალიან ოღონდ აქ ეხა უფუჭდებოდა ამას ცხვირი და მაგიტომ ვაპირებდი რომ ახალი მეკიდა თან ნახეთ უკან გაუღია პირი ამიტომ იყო რომ რაღაცაო იმაშვებაო რომ ამბობდა გოდე თითქოს ზაქუსლი ამოდისო ლაპარაკობდა და ეს 30-ად გვაქვს ნაყიდი ამას არის შორედა სულ ეცვა და თან მანქანით მეცხავდი ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ისეთ ცივით, მაგრამ მე მანქანაში ვრეცხავდი ხოლმე. არას გეუთხეს რომ გაიხდი და რომ გავრეცხავდი სულ ან აქ ვაშრობდი სითბოში ან და გარეთ მზეზე და რა ვიცი ეს ნახოთ აბა როგორ გაუძლებს. ხო ადას ვუყიდე აი ეს გეგას დედაჩემმა აჩუქა 50 ლარი ამ ბავშვებს ბაბუამ დღეს დილით მუხას მამამ ჩემო მამამთილმა აჩუქა 20 ლარი სამივეს და მე ადას ვუყიდე ეს 50 ლარში იქედან აი ეს ძალიან უხდება თბილია ხუნღულა ამის გარეთ სხვა არ ვიცი წვიფასებო რანაირად როგორ იქნება იმიტომ რომ ისეთი არის რომ უცებ მე კვანძებივით ერთ ადგილზე რომ მოიყრეს თავს მგონი ისეთია და ან უნდა მოუხილდე და დავასვები რომ ესე უნდა ვატარო მოკლედ აი ესეთი აი აქ აი ასე აქვს ზუსტად აი ამ ზომაზეა მომავალ წელსაც გამოადგება ჩხუბობდა იქეთ ფუშფუშა კავები რომ ნახა რომ pink კაბა ესეც მიყიდე დედიკო და ძალიან კარგი ნახე კიდე ქუსლიანები ფეხსაცმელები სულ პატარა ქუსლებზე თეთრები ტუფლები ღონისძიებაზე რო გამოადგილა ბავშვებს ძალიან კარგები ქონდათ მანდ 55-იო 60 ლარებში ქონდათ და 55-ად მოგცე მოგვითხრეს ესენი იქეთ მიმქონდა ამაში ისმედო ტორტი რო არ განძლეულიყო თავისით ქოთნოსით აი ესენი ამაში სალათი რომ მქონდა გაკეთებული ისიც წავიღე აქ გაფუჭდებოდა და რა თქმა თქონდა წავიღე ეს არ მახსოვს რისია მანამდე რომ მივიტანი მოხუცულები მგონი მაგის ეს არაყი დედაჩემმა მოგცა ჯგალში მივიტანეთ და იმათაც აქვს საკეთ ჩვენ გამოგვატანეს მოკლედ ესო გავხსნა ვიცი რომ აქ ყველა განკვერიანდება ამაში მე ხარას ჩავყდი და იყოს ესე შევინახავ ნუ შიდა რაღაცები თხილეულობისთვის არის მე მგონი ეს უფრო არ ვიცი მე მაგას ვფიქრობ თქვენ დამიწერეთ რისთვის არის ნუ შიქიშმიში თხილეული რა ვიცი რაც იქნება იმისთვისაა მე ასე ვფიქრობ მოკლედ ეს ამისი ის არის გეგა შენ ტრაქტორის აიღე სახლი დანაგებული აუბრალოდ ცოტა მტრიანი მაინც იქნება და გამოუწმენ დღეს სუნელი მოვიტანე 2 კილო 1 კილო სხვას უნდა და 1 მე მინდა ოღონდ 1 კილო 2-ს უნდა გავუყო ნახევარ-ნახევარს მივცემ იმიტომ რომ მეტის არ მიყიდია ეს კივი და ვაშლი გამომატანა კიდე დედამთილმა უბრალოდ არის კივიც და ვაშლიც ტორტი მინდა გამოვაცხო აქაც ჩვენთვის და იქნება კივის
არ ვიცი მოცვისას გავაკეთებ თუ არა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო უბრალოდ რაც მე იმდენად არ მომეწონა თვალში იმით მოცვით დანამული იყო, მაგრამ რა ჩემმა დედამ თუნდაც ძალიან კარგი იყო და რატომო, რა ვიცი, ძალიან კარგი იყო მithეს და მოკლედ სხვა რამით დავნამავდა, შეიძლება ეს და კიდე რამე სხვა ხელიც გავულიო. ვაშლი არ მიყვარს. ვაშლი. ნამცხრებში და რამე არ მიყვარს. ხო და მე დღეს დილით კიდე ჩემმა დედამ თუნდა 50 ლარი მაჩქა მე შენი კიდეო რამე შენთვისო. ხო და არ დამიხარჯია მაგი მიდევს მარტო გოდეს რო აჩუქა იმან იმ ბიჭმა. წუხელო იყვნენ სტუმრად. მუხას ნათლიასთან იყვნენ და იმათმა რო აჩუქეს ის დამხარჯა და დღეს დილით 20 ლარი რო დავრიგა ბაბუამ. აი ის 50 ლარი შევინახე. ხო, სოიაბებიან რო აჩუქა ისიც არ დამიხარჯია მაქვს. შევინახე. ეხა დაისვენებ ცოტას მუხა და გავგზავნი რომ სიროფები მომიტანოს ბავშვებისთვის. ძალიან რო ახველებენ. და კიდე რა ვიცი, ეხლა რაც მივამატებ ამათ ინგალაციის ისინი მაქვს და ინგალაციას გავუკეთებ. მოკლედ ესაა და ეს მეთქი არაფერი. წავლები სიცხის დამწევი და რაღაცეები მიმქონდა მარტო ყელის ნუროფენი მიმქონდა დექსა არ წამიღია და ვინანე სიმართლე გითხრათ ეს სუნა მოჩავიდე ლექსონა და მივიწყებია რაზე დაუბივარ აბა მე ვერ გავიგე ხავაიდებია ეს ჩემი და მუხას ძველი პირადობები ხო ცხვირის კიდეო ტრილინი მიმქონდა გოდეს წამლები მიმქონდა შემისარტენი მეთქი არაფერი ხო ეს საქილო რაცunda ეხლა მოკლედ ასე კაი ხსაჭმის გავაცხელებ მე და ხო მოკლედ აი ეს ნალ მოცვის კომპოტი აბაში გადმოასხ ბოთლში რომ აქვს იცით მაგრამ ის რომ მინდოდა მაჩვლები მაგიტო ძალიან კაია მუხას უყვარს ძალიან კარგი მე ეხლა ამას მე დავიდგამ რომ ადას და გეგას ჩემთან ერთად ვაჭამო და მუხას ვიცემ ამ თებშზე უყვარს აქ გოდე აქ ჩვენ სამი რა თქილიანს დე მეტი არ არის ის ერთი იყო გოდეცი კრემი უსვია არც დაგუბრდი ვარ მაშინ მიეცი და რიგო მოდი შენ ხარჩო შეჭამე წვნიანი რომ მქონდა გაკეთებული ის დე შენ რომ მოგეწონა ეს პური იმ დღეს რომ მოვიტანე ჩვენ წასვლამდე ის არის არ არის დაობებული და რამე ახალი არ გინდა და ნუ გინდა კაცო კარგი იყავი არ არის დაობებული და ვარ გამოკლე მოდი დე გაჭამო ამი არ გინდა დოტირი რა გინდა დაგისხა აქეთ მოდი შენ აქეთ იქ მამა ეს მამას თებშია მე მაგალითად ძალიან მშია
ეხლა. ხო და არ უნდათ და ნუ უნდათ. აი დავისხათ ბლომად. რა ამთებს ზეგინდა? აბა რატო დავისხი იმდენინდე? მოგეთ შევჭამთ ახლა ძვირფასებო ჩვენ და მოვალთ მერე. უფრო წვენს დაუსხამ ადას, იმიტომ რომ ის არ ოქროს. გეგა მოდი დედიკო, მე შენ გაჭამო. მუხა მოდი. ვაი მე როგორც ცუდად არა ვერ წარმოიდგენ ხარ. მოკლედ მაღაზიაში წავედი ანიკო დეიდასთან მაინც, იმიტომ რომ კოკაკოლა უნდა დავგეითნებ მიშველოს ეს და სანამად მოვიტანე ეს წვენი ნამცხვარი არა მაქვს ვინმე რომ მოვიდეს. ხო და ნამცხვარს გამოვაცხობ ამ საღამოს. კალათიც მოვიტანე, ისევეც მოვიტანე. 12 ლარად იყო ეს 1 კილოგრამიანი. ესენი მოვიტანე ისე ტკბილები. ეს და ეს. ვანილი მოვიტანე 2. ესეთი 2-4 ცალი. კოკაკოლა და მანდარინი. კოკაკოლა უნდა დავდიო ცოტა. ბლომად ცუდად ვარ. მოცელი გამეჭერა თითქოს და აი არ ვიცი რა უწოდო აბა. აი ისე ვარ სულ თქვაც რომ იჭერს. ეგ არის იმაზე რა ქვია. აი უჭველზე რომ მე ერთბაშად მიირთმე. მაგის ბრალი 31 ლარის არის ესენი ახლა რაც მოვიტანე. მანდარინის ჩათვლით. მანდარინიც კარგებია, მაგიტომ მოვიტანე, თორე იქ ქონდა ჩვენ ახლა მანდარინი გქონდა კი ტომრით, მაგრამ არაფერი არ არის. ჩემს ძმაზე მივუცე ვიღაცას და ჩემმა ძმამ გამიყო, მაგრამ ყვახეა ძალიან და ამიტომაც არის რომ ვიყიდე. აი სიმძიმე მაწუხებს აქედან. კი მეტყვით ახლა არ გეჭამა ამდენია, მაგრამ ბევრიც არ მიჭამია ხო. უბრალოდ ესე უცებ თუ მშია და მე ესე ვიცი რა, ნელა არ ავჭამ მე. უცებ ოღონდაც და მე მოვჩე და რაღაცას მივხედო. ამიტომ არ უნდა და ეს ლიკას ჩემთვის რო ეყიდა, აი ნახეთ. არ ვიცი რა, საიდან როგორ გაუჭნდა აზზე არ ვარ. ცოტა უნდა და გაწრება. ძალიან რთული ამის გახეხვა მერე. მთლიანად აი ამ ფერზე რომ მოიყვანო. ამიტომაც არის რომ მე დღესასწაულებზე ყოველთვის სადაც არ უნდა მივდიოდე მიმაქ კოკაკოლა. ფანტაც მიმაქ, მაგრამ კოკაკოლაც. ეხლა ჩემი თანაც რო წავედით, იქაც ტკბილები რაღაცები 50 ლარის რაღაცები ვიყიდე. ნამცხვარი მეყიდა თქო, მე ვნახე ნამცხვარი. ტორტი პატარა ლამაზად თეთრი ფერის
15 ლარიო ხალხო და ძალიან მიკვირს ხოლმე აი როგორ მე ის პატარაც კი არ მიჩდება 15 ანუ ძვირი მიჩდება ხალხო აი მაგას გეუბნებით და მიკვირს იმ მას რა ქონდა 15 ლარის ანუ რა იყო რა ვიცი სარეცხეს შევყარე მუხასები ის მოჩება და მე ჩვენებს შევყრი მომაქვს გუში რაც გვეცვა ისინი არ გავარეცხე ჩემ დედანთს ისე ჩავდებ და ისე წავიღებ თქო იმიტომ რომ სველის წამოღებას ის მერჩივნა გასარეცხები წამომეღო არაფერი არ მქონდა ეხა ტკბილები და მაგიტო გავიქეცი უფრო რომ აი ვინმე რომ მოვიდეს ხო მინდა მეთქი აი მე ძალიან ცუდად ამიტომ გეუბნებით ხალხო განამიხარია მე რო გავიძახი დიეტა თქო ბავშვი ვსგებიცებით ცოტა მოვიმატებ და არ იცით როგორ ცუდად ვარ აი 2-3 კილოს მომატებაც კი ცუდად ვხდის ძალიან კარგად ვიყავი ის 53-54 კილო რო ვიყავი სუბუქად ძალიან კარგად ვიყავი ეხა კიდე ძალიან ცუდად ვარ გოდე ჩაუწიე ხმა ღმერთო